პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოусმინეს. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასაც გამოეხმაურა. განმარტა, რომ პირველ კვარტალში გეგმა 102%-ით შესრულდა. საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულებამაც. გასული წელიც საკმაოდ კარგი იყო და წლევანდელი წელიც კარგად დაიწყო. წლის პირველ ნახევარში პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ინფლაციას რაც შეეხება ჩვენ მარტში დაფიქსირდა 3.5%, თუმცა ამავე პერიოდში პირველ კვარტალში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 1.7%-ის დონეზეა. ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს ჩვენ პირველ კვარტალში შემოსავლები დაგეგმილი ჰქონდა 6 მილიარდ 406 მილიონი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 6 მილიარდ 551 მილიონი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებელი შესრულებულია 102.1%-ით, რაც შეეხება გადასახადებს, აქ საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 5 მილიარდ 959 მილიონი ლარი და საკასო შესრულება შეადგენს 6 მილიარდ 77 მილიონ ლარს. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, აქაც შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით არის 102.1%-ით შესრულებული. რაიმე სახის გადასახდელის ვერ გადახდის პრობლემა. ხომ არ აქვს ან ცენტრალურ ბიუჯეტს, ან მუნიციპალურ ბიუჯეტებს, ჩვენი პედაგოგების, ჯარისკაცების, პოლიციელების გახსოვთ როგორი არასწორი ინტერპრეტაციები მოხდა. გადაჭარბებით შესრულდა როგორც საგადასახადო შემოსავლები, ისე მთლიანად ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, ამიტომ რას დაგეგმილი ჰქონდა, იმაზე მეტი შემოვიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადღაც ხელფასები ვერ დარიგდა და ასე შემდეგ. პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ ანგარიშზე იყო 1.7 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, 700 მილიონ ლარზე მეტი იყო მუნიციპალიტეტების ანგარიშზე. ამიტომ ზოგადად შემოსავლების და ვინმეს პრობლემა არ არის. თუმეტეს ცენტრალურ ბიუჯეტში სადღაც ჯარისკაცებზე და პოლიციებზე ვლაპარაკობთ, მსგავსი თემის წამოწევა მხოლოდ აბსოლუტი შეიძლება დავარქვათ. გვაქვს ჩვენ უმუშევრობის შემცირება, გვაქვს სიღარიბის შემცირება, გვაქვს ჩვენ არაერთი უნიშნელოვანესი საერთაშორისო პროექტი და ბევრი სხვა საკითხი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ესეთი განხილვები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უსმენს და უყურებს, არსებითად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დეტალურად და რაც მთავარია კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც არის უშუალო და პირდაპირი პასუხი იმ დეზინფორმაციული კამპანიისა, რომელსაც მიზანმიმართულად რადიკალები ეწევიან.